ბრალდება სოდის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას წინააღმდეგ. მისი ყოფილი თანამშრომელი თემურ რევაზიშვილი დღემდე უცნობ ისტორიას იხსენებს. როცა კოდუამ და მისმა თანამშრომლებმა ის ბაგების ტყეში გაიტაცეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულმა დღეს კონკრეტული გვარებიც დაასახელა. ამ საქმის მთავარმა ფიგურამ ერეკლე კოდუამ საქართველოს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. 8 წლის წინანდელი საქმე, რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის. ბელა ზაქაიცეკი ამბობთ. საბურთალო და იოსებიძის ქუჩიდან წავმიყვანეს ამ სოდის თანამშრომლებმა. მოვედით აქ უკვე ბაგებში და აი ამ გზით შემოვედით. მაგათი მანქანით და კოდუა მოვიდა მათი ზარის მერე. ანუ წინასწარ შეთანხმებული ადგილი იყო, იმიტომ რომ არ ეცოდინებოდა რომ დაურეკეს შეფ ადგილზე ვართო და ალბათ 5 წუთში მათი მანქანაც შემოვიდა უკვე კოდუა, მისი რელი და 2 დაცვის თანამშრომელი და მძღოლი იყო. თემურ რევაზიშვილი ბაგების ტყეში იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც 8 წლის წინ საკუთარი თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ. ყოფილი ძალოვანი ამბობს, რომ 2005 წლის 21 მაისს სოდის მაშინდელმა თანამშრომლებმა კახა მირუაშვილმა, ლაშა არველაძემ და ირაკლი გვადაბაძემ სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. შემდეგ კი ოპელ ვექტრას მარკის ავტომანქანით ბაგების ტყეში გაიტაცეს. 5 წუთის შემდეგ ადგილზე სოდის მაშინდელი უფროსი ერეკლე კოდუა მის პირველ მოადგილესთან, კახა მისირელთან ერთად მივიდა. რევაზიშვილი დარწმუნებული რომ გატაცება სწორედ კოდუამ დაგეგმა. არანაირი სიტყვის თქმა, პირდაპირ ხელების შებოჭვა ჩემი და იარაღი მქონდა ტაბელური, მაშინ ისევ სამსახურიდან გამოყოლილი რომ არ მქონდა ჯერ ჩაბარებული და მომიყვანეს ამ ხესთან რა, შებოჭილი, ისევ ჩემი იარაღის თოკით ჩამომკიდეს პოტზე და მიდიოდა ჩვეულებრივად ცემა რა, როგორც იციან, თან სასტიკი ცემა. შემდგომ ეს ტოტი რო ჩამოტყდა, უკვე აქ ხოხვით მოწიხლები რტმევა გამოვედით აქეთ მხარეს. ყოფილი ძალოვანი ანგარიშწორების მიზეზად კოდუას მითითების შეუსრულებლობას ასახელებს. ამბობს, რომ სოდის მაშინდელმა უფროსმა კონკრეტული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვა. რევაზიშვილმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. ნარკორეალიზატორები კრიშე, რაზედაც კატეგორიულ უარზე ვიყავი და ამ ჩხუბის ფონზე წამოვედი სამსახურიდან და თვითონ მაგის აგრესია მე ვფიქრობ იქიდან გამომდინარეობს, რომ აი თანამშრომლებთან რო ვიძახთი, რომ ახლა მიუღებელია რა და ყოველთვის მიუღებელი იყო აღნიშნული ქმედება. რევაზიშვილის გატაცების და მასზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება მომხდარიდან 2 დღეში დაიწყო. 2005 წლის 24 მაისს კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ რევაზიშვილს თავის გულმკერდის და კიდურების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პროკურატურამ მაშინ არც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და არც მოწმეები დაკითხა. არც სატელეფონო ანძებიდან დეტალური ამონაწერები ამოუღია. ლექსო ამირხანაშვილი აღნიშნავს, რომ გატაცების საქმეზე გამოძიება მაისში განახლდა. თუმცა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები დღემდე არ ჩატარებულა. ფაქტია, რომ კოდუას წინააღმდეგ არ უნდათ არანაირი საქმის აღძვრა. არ უნდათ, რომ კოდუას დანაშაულებრივი ქმედებები გამოვლენილი იყო. პროკურატურამ იმ დროისთვის ყველაფერი გააკეთა ამისათვის. თავისი მოქმედებით გააკეთა ისიც, რომ ბუნებრივად მომსპარი იყო და განადგურებული იყო მტკიცებულებები, რომლებიც დასტურებდნენ რევაზიშვილის პოზიციას და დანაშაულში ამხედრდნენ კოდუას. გავაჩერე მანქანა, ჩამოვედი მანქანიდან აქ ამ ადგილას. ჩამოვედი ვიღაცამ გამასწროს. სანამ მანქანას პეტავდი, გამასწრო შევიდა სადარბაზოში. რევაზიშვილის და კოდუას უთანხმოება ბაგების ინციდენტით არ ამოწურულა. 2005 წლის ივლისში იოსებიძეზე საკუთარი ბინის სადარბაზოსთან შეიარაღებულ თავდასხმას შვილის საქმეს უკავშირებს თემურ რევაზიშვილის მამაც. ალექსი რევაზიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მას მოსთხოვეს გაჩერებულიყვნენ. დავინახე ხელი აწეული, ჩამარტყა იარაღის ტარი. ტარიც ჩამარტყა. რო ჩამარტყა, რა შვები მეთქი, ვინ ახარ და მოვეხვევი ამას. ამ დროს წელში მომხდა ალბათ ფეხი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ არც ახლა გაჩერდებით, კაცო, კიდე იჩივლებთო? ხოდა გამიშდა ეჭვი, რომ ჩემი ბიჭის ამბები იყოსა და სულ ეს პროკურატურა და იმებში იყო საქმე.
რევაზიშვილი იხსენებს, რომ ნარკორეალიზატორების საქმე სოდის ყოფილ უფროსთან უთანხმოების ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. ურთიერთობა პირველად მაშინ დაიძაბა, როდესაც კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ მისი ნათესავისგან ბინა იყიდა და თანხა სრულად არ უხდიდა. რევაზიშვილი ნათესავის დახმარებას შეეცადა და ღაჭავას თანხის გადახდას თხოვა. ღაჭავა რევაზიშვილს ვერ იხსენებს და ამტკიცებს, რომ ბინის მეპატრონეს თანხა გადაუხადა. რევაზიშვილს სახეზე საერთოდ არ ვინახია და არ ვიცნობ ვინ არის. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გქონდა გამყიდველთან. ვიდრე შეთანხმებული ვიყავით და გეგმიურად ვიხდიდით, როგორც ვიყავით შეთანხმებული თანხით, ჩვენ ნამდვილად მართლები ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი სიცრუე ყველანაირად. სამწუხაროდ ერეკლი აქ არ არის და ამდენად ძნელია ეხლა რომ მე გითხრათ რომ ის მაგივრად რაღაცა გითხრათ. მთავარი პროკურატურის განცხადებით რევაზიშვილის საქმე ახალ გამომძიებელს დაეწერა და მასზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან კი პროკურატურა თავს იკავებს.